გადავიდეთ კომიტეტის სტომაზე, როგორც მოგახსენეთ, წინასწარ ძალიან მოკლე საკითხები გვაქვს ორი და ასე იგი პირველი, იცით ჩვენი კომიტეტი ძალიან დატვირთულია წინადადებებით, კიდევ გვეწერება. ეხლა არის ასეთი წინადადებას ვიხილავთ, საკანონმდებლო წინადადება საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კავშირის ცვლილების შეტანის თაობაზე. ესე იგი საქმე რას ეხება? მოქმედი კანონმდებლობით თუ გადახდის უნარიანობის მასაში შემავალი ქონების სხვა აქციით რეალიზაციის შემთხვევაში უფრო მეტი თანხის ამოღება მოსალოდნელი არ არის, გაკოტრების მმართველი აღნიშნული ქონების რეალიზაციას ახორციელებს აუქციონის გზით. ეს არის ჩანაწერი. საკანონმდებლო წინადადების შესამედად აღარ იარსებებს აუქციონის ჩატარების ვალდებულება და ქონების რეალიზაცია მოხდება უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე. ანუ პირდაპირ მიეწყიდვის წესით. ესე იგი, დავიწყოთ იმით, რომ მთავრობა წინააღმდეგია და მეორე, ესე იგი, რა გამოდის, რომ ინიშნება გაკოტრების მმართველი, სახელმწიფო ნიშნავს, რომ გაითვალისწინოს ყველას ინტერესები. კანონში გაწერილია, რომ პირველი გადასახადები, შემდეგ ყველას ინტერესები და უფრო მთავარი არის, რომ საწარმო იქნა შენარჩუნებული. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ კრედიტორი არის თავის საკითხს მოაგვარებს და ნაკლები ინტერესი ექნება სხვების მიმართ. ხო, ესე უპირატესობა ენიჭება კრედიტორს. შემდეგ არ წერია, რომ ამ კრედიტორებიდან რამდენმა 50%-ზე მეტმა უნდა გადაწყვიტოს, ყველამ უნდა გადაწყვიტოს თუ როგორ. ანდა უზრუნველყოფილი კრედიტორი თუ არ არის, მაგრამ რაკნას არა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს ამ საქმეში და ასე შემდეგ. ამიტომ მთავრობაც წინააღმდეგია და თუ სხვა მოსაზრება არ არის, ჩვენ ამ საკითხს ხარს ვერ დაუჭერთ. თუ შეკითხვები არის, ანუ ძალიან იმათ გასაგებად რომ თქვა, აქამდე თუ გაკოტრების მმართველი წყვეტს პირდაპირ მისყიდვით გააკეთოს აუქციონზე გაიტანოს რომელი უფრო მონგებიანია, შეიძლება საწარმო გადაარჩინოს ესეთი სქემა მოვიფიქროთ. ახლა უბრალოდ კრედიტორს, თან უზრუნველყოფილ კრედიტორს, რომელსაც იპოთეკით აქვს ჩადებული, აქვს ექნება უფლება რომ მან განსაზღვროს, თქვა პირდაპირ მიყიდვის წესით ვის მიყიდოს. ჩემი აზრით ეს არ იქნება სწორი და თუ სხვა რომელიმე თქვენგანს აქვს სურვილი რომ გავაგრძელოთ ეს კანონის სახით, თუ არა და მაშინ ჩვენ ხარს არ უჭერთ. კი ბატონო. და მეორე საკითხი უფრო მოკლე საკითხია დღეს რაც განვიხილეთ. ეს კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, თავიდან აღარ გავიმეორებ ყველა კესრებოდით და აი ამ ორ საკითხთან დაკავშირებით წავიკითხავ მაინც პირველი იყო მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში და მეორე საქართველოს ეროვნული ბანკის 22-23 წლების კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. რომ ესენი დავამტკიცოთ კომიტეტის სახელით. დიდი მადლობა.